საქართველო მეხუთე და მეათე საუკუნეებში არის ზოგადად ბლოკის სოფლიო და საქართველო მეხუთე და მეათე საუკუნეებში ამის შემადგენელი ნაწილი. ანუ ბოლო საკითხი ეს არის, როგორც იცით, დანარჩენები ერთად არის და მე საქართველოს საკითხები ერთად არის. ვახტანგ მორგასალი ამით იწყება ეს საკითხი, შეიძლება ითქვას. 428 წელს ირანის შაჰმა სომხეთში მეფობა გააუქმა, კავკასიის საბოლოოდ დასამორჩილებლად აი ამ შაჰმა გადაწყვიტა ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო ალბანეთის სახელმწიფო, ახლა აღარ არის აზერბაიჯანი არის, რომ აქ მასდიანობა გაევრცელებინა, მაგრამ ამ ქვეყნების დიდგვაროვნები თავისთან, ამის გამო ქვეყნების დიდგვაროვნები თავისთან იხმო, მათ შორის იყო ქვემო ქართლის პიტიახშევი, დღევანდელ ირანში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა იყო ქართლის სამეფოსა და სომხეთში პიტიახშის თანამდებობა. ადგილობრივი დიდებულისაგან. და ეს აშუშა პიტიახში იხმო და ისინი აიძულა ეს გვაროვნები, რომ ქრისტიანობაზე უარი თქვითო, თორე არ ვიცი რას გიზავთო და უკან დაბრუნებისას თან გამოყვანა მოგვები, გამოაყოლა. ესენი იყვნენ მასდიანური რელიგიის წინამძღვრები და მათ ევალებოდათ მასდიანობა გაევრცელებინათ და ეკლესიები გაეუქმებინათ ამ ქრისტიანულ ქვეყნებში. შაჰმა თავისთან ძევლები დაიტოვა და რომელთა შორის იყო აშუშა პიტიახშიც. ქართლის, სომხეთსა და ალბანეთში უდიდესი საფრთხე შეიქმნა იმის გამო, რომ ქრისტიანობის გააქრობის საფრთხე იყო და შაჰის ბრძანების შესრულების შემთხვევაში ეს ქვეყნები ირანის პროვინციებადაც იქცეოდნენ. მოგვების მოქმედებას სომხეთსა და ალბანეთში აჯანყებები მოყვა, არ მიიღეს მათ ეს ბრძანება, ასე ვთქვათ, მაგრამ ირანმა მათი ჩახშობა შეძლო. თუმცა იძულებული გახდა მასდიანობის გავრცელების პოლიტიკაზე ამჯერად უკვე ხელი აეღო. მეხუთე საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც ქართლის მეფე მირდატი გარდაიცვალა, მას დარჩა 7 წლის მემკვიდრე ვახტანგი. ვახტანგის მცირეწლოვნების გამო ქვეყანას დედამისი საგდუხტი განაგებდა. ვახტანგი 10 წლის იყო, როდესაც გარს ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარე ალანები დაესხნენ თავს. ესენი არიან დღევანდელი ოსების წინაპარი ირანული წარმოშობის, იყვნენ უბრალოდ წარმოშობის მომთაბარე ხალხი. მათ ბევრი წვა წაიყვანეს ქართლიდან, მათ შორის ვახტანგის და მირანდუხტიც. გავიდა აქედან 5-6 წელი და ვახტანგის ხელმძღვანელობით ქართველებმა მოაწყვეს ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობა და ალანები სასტიკად დაამარცხეს ვახტანგმა ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსასვლელ ციხეებში. თავის მეციხონებით ჩააყენა და ჩრდილოეთის საზღვარი საიმედოდ, ასე ვთქვათ, გაამაგრა. ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, წინან ჩამოესმარა, გაიამაზიებს ეს ლექსი. ამის შემდეგ ვახტანგმა დასავლეთ საქართველოში ილაშქრა და ბიზანტიელთა ბატონობისაგან გაათავისუფლა კლარჯეთი, სადაც ააშენა მნიშვნელოვანი ქალაქი არტმოჯი, რომელიც მოგვიანებით დედაქალაქით გახდება დაოს სამეფოსი. აღმოსავლეთით კი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში მან მოაქცია ჰერეთი. ირანმა მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში ქართლის მეფეს მძიმე გადასახადები სამხედრო ბეგარა მათ შორის დააკისრა, რითაც მეფეს, ანუ ამ შემთხვევაში ვახტანგს ქართული ჯარით ირანელებთან ერთად უნდა ელაშქრა მათსავე სასარგებლოდ. ესეთი მძიმე სიტუაცია აღმოჩნდა ქართლში. არ ისვენებდა მოკლედ. ამ ბეგარიდან გამომდინარე ვახტანგის შესაბამისად რამდენიმე წლის განმავლობაში შუა აზიასა და ინდოეთში იბრძოდა ირანელების სასარგებლოდ. შეიძლება ქართლში დაბრუნებულმა მეფემ გადაწყვიტა, რომ საბოლოოდ დაუშვა მწერლს და მე ირანის მხარეს აღარ მიქნებიო და დამოკიდებულება შეიცვალა მათ მიმართ და დაიწყო ირანთა ბატონობისაგან ქვეყნის გათავისუფლება და პირველი რაც გააკეთა მისი ბრძანებით 492 წელს მოკლეს ირანის მომხრე ვარსკენ პიტიახში, ეწოდინებათ ეს შუშანიკის წამებიდან. ირანული ორიენტაციის გარდა მისი დასჯის მიზეზი სწორედ ვარსკენის მიერ თავისი ცოლის წმინდა დედოფალ შუშანიკის წამებაც აღმოჩნდა, რომ დაესაჯათ მოკლედ. მაგრამ ეს ნაბიჯი ირანმა აღიქვა თავის საწინააღმდეგოდ და გადაწყვიტა დაესაჯა ვახტანგი. ამის გამო ირანის შაჰმა პეროზმა დიდძალი ჯარი გამოაგზავნა საქართველოსკენ მიჰრან შაბურის სარდლობით. ვახტანგი ელოდა დახმარებას ბიზანტიიდან, იცოდა რომ ისინი შემოესწრებოდნენ, რა თქმა უნდა, ჰუნებიდან, სომხები მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლის წინადღეს ქართველთა ბანაკი მიატოვეს მათ და სპარსელებს ჩაბარდნენ. ხოლო ბიზანტიელები და ჰუნები საერთოდ არ გამოჩენილან. მოკლედ ვახტანგი დარჩა მარტო ამ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და დამარცხდა, ამას დაემორჩა დიდგვაროვანთა ღალატი და ის იძულებული გახდა გადასულიყო დასავლეთ საქართველოში და იქ შეეკრიბა ჯარები მოემატებინა. 492 წელს ქართლში ირანელთა ახალი ჯარი შემოვიდა, მოკლედ არ იცვენებდნენ არც ეხლა, მას ჯარისა და სამბრძანები ჰქონდა, ვახტანგ გორგასლის დატყვევება ან მოკლა. ირანის სარდალთან ქართლის მოღალატე აზნაურებიც ამჯერადაც გამოცხადდნენ და ვახტანგი იძულებული გახდა დროებით ისევ დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. ესეც ამ შემთხვევაში ღალატი, რომელიც არ გაკლია ხოლმე საქართველოში, შედეგი იყო.
ქართლში დაბრუნებისას შემდეგ მეფემ ირანელებთან ბრძოლა ისევ განაახლა, არ მოკლედ და 502 წელს სპარსეთის ლაშქარი ისევ შემოიჭრა, რომელსაც სამკითხოში კავად შაჰი და მისი ვაჟი უფლისწული ბარტანი ხელმძღვანელობდნენ. მტერი შემოვიდა ივრის ხეობაში, რუსთავსა და სამგორში და უკანასკნელი ბრძოლა ვახტანგ გორგასალმა მათ სწორედ სამგორის ველზე გაუმართა. მე ცნობილი არის, რომ მეფეს იღლეს ჯარის პერანგი ჰქონდა გარღვეული, ეს იწოდა მისმა ყოფილმა მონამ და ბრძოლის დროს უთხრა მტერს, რომ ეს არის მის საქმეო და ის არის ტორცნის და სასიკვდილოდ დაჭრილი. მეფე თავის მიერვე აგებულ უჯარმის ციხეში გარდაიცვალა, მას დაუბარებია, რომ სარწმუნოებაზე დამტკიცე დედეკიდო და ქრისტესთვის სიკვდილს ეძიებდეთო. ვახტანგ გორგასალის სვეტიცხოვლის ტაძარში არის დაკრძალული, შეგიძლიათ ნახოთ, როცა მოხვდებით იქ. მეფის ცდილობა ჰქონდა ასევე ეკლესიაში წესრიგი დაემყარებინა და წინააღმდეგა ქართლის მთავარეპისკოპოსი მის ცდილობას, ქართლის მთავარეპისკოპოსი მიქაელი, კონფლიქტი დაიწყო ვახტანგსა და მეფეს შორის. მეფეს ეპისკოპოსმა ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენა და როდესაც ეს ამბავი კონსტანტინოპოლის პატრიარქს აცნობა ვახტანგმა, ამის შემდეგ უკვე მთავარეპისკოპოსი გაამგზავრა მან პატრიარქთან და საქართველოს ეკლესიაში, ესე ვთქვათ, საქართველოს ეკლესიაში ავტოკეფალის აღდგენა მოთხოვა საქართველოს ეკლესიისა. მთავარეპისკოპოსის რეზიდენცია მაშინ მცხეთაში იყო და როდესაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია, ანუ თვითმწყობა, ანუ ეკლესიის დამოუკიდებლობა მიანიჭა, იქიდან მოგვა საქართველოს ეკლესია ავტოკეფალური არის. თუ აქამდე ქართლის ეკლესია ანტიოქიის ეკლესიას ექვემდებარებოდა, ახლა შეიძლება ითქვას თვითონ გახდა დამოუკიდებელი, ეს არის ვისწავლეთ ჩვენ, ხო, ექვემდებარებოდა ანტიოქიას. თვითონ გახდა დამოუკიდებელი ეკლესია და სათავეში კათალიკოსი ჩაუდგა. პირველი კათალიკოსი პედრე ქართლში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გამოაგზავნა და მასვე გამოაყოლა 12 ეპისკოპოსი, შესაბამისად გაიცნა 12 საეპისკოპოსო. ვახტანგ გორგასალმა საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციული სტრუქტურული მოწყობაც შეძლო და ასე აღუდგინა მან ავტოკეფალია გარდა იმ საქართველოსთვის დამოუკიდებლობის ბრძოლის გარდა, როგორც ხედავთ, ის ეკლესიურ საქმიანობასაც ეწეოდა ხოლმე. ხო, ახლა ეგრისი. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე პირველი დიდის ბრძანებით ეგრისის სამხრეთ საზღვართან ააგეს ციხესიმაგრე პეტრა. სადაც ჯარის ნაწილებთან ერთად ბიზანტიელი სტრატეგოსებს ეძახდნენ მთავარსარდლებს, ესენი ჩააყენეს. ბიზანტიური ჯარის გაზდამ გამოიწვია ხარკის დამძიმება, ეგრისის მეფის უფლებები შეიწყო და მეფე გუბას მეორესა და მის დიდებულებს სპარსეთის მხარეს გადასვლისაგან მოგიძგა ამ საქციელმა. გუბას მეორე ირანის შაჰ ხოსროს საიდუმლო მოწერილი გაუგზავნა ხოსროში, ანუ შირვანს, სადაც მეფე იწვევინებოდა ბიზანტიის წინააღმდეგ აჯანყების მზადებას. თუკი ამ ფიგმას შაჰი მხარს დაუჭერდა, ირანის შაჰი ხოსრო პირობით დაუჭერდა მხარს, მაშინ გადმოვიდოდნენ ისინი ეგრისში. ხოსრო დათანხმდა გეგმას და 542 წელს ირანის არმია ეგრისში გაგზავნა, ამით ზავის პირობები დაირღვა და დაიწყო 20 წლიანი დიდი ომიანობის სახელით ცნობილი ომი. 555-62 წელს მიმდინარეობდა ეგრისელების დახმარებით ირანმა ბიზანტიის ციხეები ადვილად დაიკავეს, ბოლოს იერიში ეს აგებული პეტრაც კი აიღეს, ახლა დაგებული, მაგრამ მალე ირანის ფარული გეგმა გამჟღავდა. ახლა რა იყო ეს? სპარსეთის უპირობო მმართველობის დამყარება უნდა მომხდარიყო შაჰის მიზნით და ამ მიზნით გუბაზის მოკლა იყო დაგეგმილი. რაც მიუღებელი აღმოჩნდა ადგილობრივი დიდებულებისათვის, გუბაზი და მისი მომხრეები ამჯერად რო გაიგეს ეს ფარული გეგმა და საკრული გეგმა ირანისა, მიატოვეს ირანი და ახლა ბიზანტიის მხარეს გადავიდნენ. განახლებული ბრძოლაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ირანელებმა ნელ-ნელა დაიხიეს უკან. მაგრამ მოგვიანებით ასევე ბიზანტიელი სარდლების გულგრილობის გამო დიდი წარმატება მერე ირანელებმა ისე მოიპოვეს. გუბაზმა ამის შესახებ ბიზანტიის იმპერატორს იუსტინიანე იყო იმპერატორი, როგორც გითხარით, დაცნობა. იმპერატორისათვის ამის შეტყობინება ბიზანტიელმა სარდლებმა გუბას არ აპატიეს, იგრძნეს რომ მეტი არ უთხრას რამე კიდევ ჩვენზეო და 554 წელს მდინარე ხობის წყლის სანაპიროზე მიიტყუეს, ვითომ სათათბიროდ და მოკლეს გუბაზი. ახლა ატყდა ამბავი ამის გამო ქართველებში გაგიჟდნენ, გადაერიდნენ ქართველებს გუბას ვარდნავენ, მთელი ამბებიო, მთელი მოსახლეობა აღშფოთდა და გაიმართა სახალხო კრება. სადაც გამოვიდა კრების ორი მთავარი მონაწილე, აიეტი, რომელიც მოუწოდებდა ხალხს, რომ ეს არეპატიებინათ ეგრისისთვის და გადასულიყვნენ ირანის მხარეს და ფარტაზი, რომელიც ამბობდა, რომ იუსტინიანეს ეთხოვათ კვლელების დასჯა და თუ დასჯიდა, მაშინ დარჩენილიყვნენ ისინი ბიზანტიის მხარეს და ბოლოს ფარტაზის აზრმა გაიმარჯვა და კრება მხარი დაუჭირა ფარტაზს. რის შემდეგაც გადაწყდა, რომ გუბაზის მაგიერ
მისი ძმა წათე გაიმეფებინა კორკორსლოში იუსტინელი მაიუსტინება დართო და კვლელების დასჯის უფლებაც მისცა იუსტინელი იმპერატორმა ქართლ ეგრისის მოსახლეობას. დიდი ომიანობა ბიზანტი ეგრისის უპირატესობით დასრულდა და ზავი ქალაქ დარაში დაიდო 562 წელს, რომლის მიხედვითაც ირანმა ეგრისზე ხელი აიღო. ლაზიკა კვლავ ბიზანტიის გავლენის ქვეშ დარჩა. მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს მახლობლად საგარეო პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, რა თქმა უნდა, ქართლის საზიანოდ. ირანის სასტიკმა მმართველობამ სამხრეთ კავკასიის მოსახლეობა მის წინააღმდეგ განაცხო, ამიტომ სომხეთსა და ალბანეთში, ეხლა რო ახსენეთ, 571 წელს დიდი ანტიირანული აჯანყება მოეწყო, რომელსაც მალე ქართლის მოსახლეობაც შეუერთდა. გასაგებია ხა რატო სისასტიკეს გარდა რელიგიური ფაქტორიც იყო. ქართლის აჯანყებას გურგენი გუარა მეფე მეთაურობდა, რომელიც ერისთავებმა გამოარჩიეს და ერისთავად, ანუ ერისთავების მეთაურად დანიშნეს. პირველი ბაგრატიონი მმართველი შეიძლება ითქვას ცნობილი ყოველ შემთხვევაში ეს იყო. ბიზანტიამ უცნო ქართველების არჩევანი და იმპერატორმა გურგენს კურაპალატობას იყო ბიზანტიური სამეფო კარის ტიტული უბოძა, ესეც ხაზი გაუშვა, რომ ხარს უჭერდა ქართველებს და ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით გურგენი ითვლება როგორც გითხარით ბაგრატიონ პირველად და ბაღდან გორგასლის ერისთავის შთამომავალი იყო და შესაბამისად მან საფუძველი დაუდო ბაგრატიონ და დინასტიას მართალი ჯერის მეფე არ იყო, ერისთავარი იყო, მაგრამ მაინც ერისთავის ხელისუფლება მეფესთან შედარებით მაინც შეზღუდული იყო, მას არ შეეძლო ერისთავების გადაყენება და მათთვის მაგალითად საფლობელოების ჩამორთმევა. სამაგიეროდ მის ხელში იყო უმაღლესი მთავარსარდლის და ქვეყნის გამგებლის ფუნქციები, რომელსაც ის სხვა ერისთავებთან შეთანხმებით ახორციელებდა ხოლმე შესაბამისად. გურგენის შემდეგი ერისთავარი იყო მისი ვაჟი სტეფანოზი პირველი. სტეფანოზ პირველი დროს ქართლში ერისთავრის ძალაუფლება უფრო გაიზარდა, თითქმის მეფისას მიუახლოვდა, აშენდა მრავალი ეკლესია, მონასტერი და მათ შორის ყველაზე გამორჩეული და ყველაზე საინტერესო იყო მცხეთის ჯვარი, რომელიც არის პირველი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი საქართველოში. სტეფანოზის ერისთავობის პერიოდში 2 წელს ბიზანტიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ირანის შაჰი ამ დროს იყო ხოსრო ფარვიზი, მას შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა და ბიზანტიის აღმოსავლეთის სამფლობელოები თავისად დაიკავა. და ქართლსა და სომხეთზე კვლავ მოახერხა გაბატონებულიყო. სტეფანოს პირველი ამ შემთხვევაში ბიზანტიელებს განუდგა და ის სპარსელების მხარეს გადავიდა. და ბოლოს საკითხი ქართველებს საქართველოს ისტორიაში ეს არის ბატონობა საქართველოში, ჩვენ უკვე ვიცით რომ მივხვდით რომ ქართლში ერისთავობა დაწესდა და მოგვიანებით კი ერისთავობა დაწესდა. და არაბების გამოჩენის დროს უკვე ქართლში ერისთავები იყვნენ, არაბებზე ვისაუბრეთ ჩვენ ადრე. და არაბები როდესაც საქართველოში მოვიდნენ, ქართლში ყოველ შემთხვევაში ეს იყო მეშვიდე საუკუნის 40-იანი წლები მათი პირველი გამოჩენა. მათ მოსახლეობას ან დამორჩილება, ან აყარა და სხვა ქვეყანაში წადითო რა ესეთი რაღაცა შესთავაზეს, მაგრამ არ დასწავლდათ, იმიტომ რომ ზამთარმა მოუსწრო დილმა თოვლმა, მაგალითად ეს არის ხუთი თოვლი და გაიძულა ისინი წასულიყვნენ. 654 წელს მათ დაამარცხეს ბიზანტიელები და ისე მოადნენ მეორედ უკვე ქართლს. ქართლის ამდროინდელი ერისთავარი უკვე იყო სტეფანოს მეორე, პირველი ახალი იყო. არაბებს მოუწევდა სარდალი ჰაბიბ იბნ მასლამა და მასლამას დაზავებას თხოვა. არაბებში დაწყებული იყო არეულობა ამ დროს და ამის გამო არაბებსაც ხელს აძლევდა ეს დაზავება, ამიტომ სტეფანოზის წინააღმდეგაც დათანხმდნენ. ახლა დადეს მათ ხელშეკრულება, ორივე მხარესთვის მისაღები აღმოჩნდა ეს ხელშეკრულება, და დაცვის სიგელი უწოდა, ანუ გიცავდეთ, გაგიპროფტო. სიგელის თანახმად იყო ესე იგი პირველი ქართველებს დაეგისათ ჯიზია, გადასახადი ერთ კომზე, ანუ ოჯახზე, ერთი დინარი, ასე ერქვა არაბულ ფულს, დინარი. მეორე, ქართველებს არ ჰქონდათ უფლება გადასახადების შემცირების მიზნით კომლების შეერთებინათ, ანუ 5 ოჯახიდან ერთი გამოეყვანათ. არაბებს პირიქით არ ჰქონდათ ერთი კომლის გაყოფის უფლება რამდენიმე ოჯახად. თუ ქართველები იღებდა ისლამს, ის თავისუფლდებოდა გადასახადებისგან, ხედავთ როგორი შტრიხი ჩადეს ამ საკითხში გველური. ქართველები ვალდებულებები იყვნენ დახმარებოდნენ არაბებს, ჩამორჩენილი არაბი მეომრები უნდა მიიყვანათ მათ არაბთა უახლოეს რაზმამდე. და ახლა არაბებს ევალებოდათ დაეცოთ ბოლოს ქართველები, ესეთი რაღაც იყო, ამიტომ იყო დაცვის სიგელი ამ პუნქტის გამო, ტრების შემოსევიდან უნდა დაეცოთ. მაგრამ მე-6 საუკუნის 50-იან წლების ბოლოს არაბთა სახალიფო რამდენიმე წლიანმა შინაომებმა მოიცვა. ამით ისარგებლა ქართლის ერისმთავარმა უკვე ნერსემ, კიდევ ერთი ერისთავარი შეხვდა სტეფანოს პირველი, სტეფანოს მეორე, ნერსე პირველი და ნერსემ არაბებს ხარკის შეუწყო და ისინი არა მარტო ქართლიდან, სომხეთიდანაც კი განდევნა, რა მაგარი იყო, არა სომხეთიდანაც განდევნა. მე-7 საუკუნის 70-იან წლებში არაბები ისე დაბრუნდნენ
და დადებული ზავით ბიზანტიას საშუალება მიეცა, რომ დაკარგული ტერიტორიები დაებრუნებინა, აღადგინეს გავლენა დასავლეთ საქართველოში ბიზანტიელებმა თავის მხრივ ლაზიკის სამეფოში და აქ მეფობა საერთოდ გააუქმეს, ადრე გახსოვთ გუბაზის დროს წერა ვისაუბრეთ, პირიქით მეფობა იყო დაშვებული. ლაზიკის მმართველს უწოდეს მიუბოძეს პატრიკიოსის ტიტული. ამ პოლიტიკამ ლაზიკაში აჯანყება გამოიწვია ბიზანტიელების წინააღმდეგ და პატრიკიოსმა სერგი ბანკოკის ძემ 697 წელს არაბები თვითონ გადაიყვანა დასავლეთ საქართველოში, იმდროინდელს აღმოსავლეთ ქართველები ებრძოდნენ მათ ბატონობას. 729 წელს არაბებმა ქართლში ჯარი გამოაგზავნეს ჯარახის სარდლობით, სარდალ ჯარახის სარდლობით, რომელმაც განაახლა დაცვის სიგელი და თუ ადრე ერთი კომლი იხდიდა ხოლმე ერთ დინარს, ეხლა ეს კომლი სულადობრივი გადასახადით შეიცვალა. ჯარახმა ილაშქრა ჩრდილო კავკასიაში ხაზარების წინააღმდეგ, კავკასიის საბოლოო დამორჩილებისა და ხაზარების დამარცხების მიზნით ხალიფამ 725 წელს კიდევ დამატებითი ლაშქარი გამოგზავნა, ამჯერად ჯერ არაბებს გავდივით, მაშინ გახსენეთ ეს კაცი, მურვან იბნ მუჰამედი, იგივე მურვან ყრო. მურვან ყროს თავის მასარლებმა ყრო იმდროში არქვეს, რადგან ის თურმე არავის რჩევას არ ითვალისწინებდა და არ ესმოდა ყურში და არქვეს ესე. ქართლის ერისთავმა დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი, მეფე ხო არ ყავდა და მურვან ყრომ ქართლის სასტიკად დააოხრა და გადავიდა დასავლეთ საქართველოში, რომ ეს კაცი დაეჭირა. აქაური მოსახლეობა მას არგვეთის მთავრების ძმების დავით და კონსტანტინე მხეიძეების, იგივე არგვეთელების მეთაურობით შეებნენ. მურვან ყრომ ძმები შეიპყრო და მოთხოვა, რომ ქრისტიანობა დათმეთ და მოგვცემთ აი მაგარ რაღაცებსო, მაგრამ უარი თქვა და ამიტომ სასტიკი წამებით დაახოცინა. ნუ საქართველოს ეკლესია ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ხდებოდა ხოლმე მხეიძეები, ძმები წმინდანებად შერაცხა და მათ სახელზე მოწამეთეს ტაძარი ქუთაისში აგებული. არაბებმა აიღეს ციხე-გოჯი, ცხუმი, ანაკოპიას მიედნენ, სადაც გამაგრებული იყვნენ ეს ქართლის ერისთავი მირი და მისი ძმა არჩილი. მათ აფხაზთა ერისთავი ლეონი ეხმარებოდა. დიდი მცდელობის მიუხედავად არაბებმა ციხე მაინც ვერ აიღეს და ანაკოპის ციხე და იძულებული გახდნენ უკან დაბრუნებულიყვნენ. თუმცა არჩილი ერისთავი 7 წელი ბრძოლის შემდეგ არაბებს მაინც ჩაუვარდათ ხელთ და სამწუხაროდ მოწამეობრივად დააღესრულა ეს კაცის ეკლესიამ. ეს ადამიანიც წმინდანად შეერაცხა მოწამეობრივი აღსრულების გამო. მურვან ყროს სამწლიანი გამანადგურებელი ბრძოლების შემდეგ არაბებმა თბილისში თავიანთი მოხელე ამირა მმართველი დანიშნეს, იგივე მმართველი ამირა და მას დაუქვემდებარეს ქართლის ერისმთავარიც, რომელსაც მხოლოდ ხალხის აკრეფაღა და ქართული ჯარის სარდლობაღა ევალებოდა და დანარჩენი უფლებები ჩამოართვეს. 853-54 წლებში არაბებმა მორიგი ლაშქრობა მოაწყვეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ხალიფას ძალაუფლების გასამტკიცებლად და თბილისის ამირას საჰაგის დასასჯელად. საჰაგით არ ემორჩილებოდა და იმიტომ რა. და დამჭერ ექსპედიციას ლაშქარს ამ შემთხვევაში სათავეში ედგა ბუღათურქი. სომხეთის დამორჩილების შემდეგ იგი საქართველოში შემოიჭრა. 853 წლის 5 აგვისტოს მან თბილისი აიღო, გადაწვა, ამირა საჰაგი მოკლა, თავი მოკვეთა და ეს თავი ქალაქის მოსახლეობის დაშინების მიზნით ქალაქის თავზე გამოკიდა, დიდი მოსახლე ნაწილი ქალაქის მოსახლეობას გაჟლიდა. არაბებმა დაამარცხეს აგრეთვე ქართლში გადმოსული აფხაზთა მეფე თეოდოს მეორე. ბუღათურქი არაბის ხეობაში შეიჭრა, მაგრამ მთიელებმა იგი უკუაქციეს. 854 წელს ბუღა ისევ შემოესია საქართველოს, მისმა ჯარებმა აოხრეს გარდაბანი და ესე გაანადგურეს ქვეყანა. 990 წელს იყო არაბთა უკანასკნელი დიდი შემოსევა აბულ კასიმის მეთაურობით, რომელმაც ცალკეული წარმატებების მიუხედავად საქართველოში არაბთა ადრინდელი ბატონობის აღდგენა მაინც ვერ შეძლო. მოკლედ ესე იგი რო შევაერთოთ ეს სარდლები ხარ ვარაგერიოთ, პირველი ვინც შემოიჭრა ის იყო ოღონდ ლაშქრით დაიკავა ქვეყანა ჰაბიბ იბნ მასლამა, შემდეგ იყო ჯარაგი, შემდეგ იყო ბუღათურქი, ესა მურვან ყრო, ბუღათურქი და ბოლოს აბულ კასიმი, ეს მნიშვნელოვანი სარდლები მაინც ვიცოდეთ. ცოტა ვრცელი გამოვიდა, მაგრამ ესე შეერთებულია ხოლმე საქართველოს საკითხები და წარმატებას გისურვებთ ჩემო კარგებო და წარმატება რა თქმა უნდა გარანტირებული გახდეთ.